მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოվածზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, ტრადიციისამებრ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ძლივს მოვახერხე, როგორც იქნა დავჯექი გადასაღებად. საკმაოდ დიდი დროა გასული წინა ვიდეოდან და სხვათა შორის ეს ფრაზაც უკვე ტრადიციად მეკცა. რადგან ყოველ სამზარეულოში მზადება გვაქვს, უბრალოდ ეხლა თუ არ გადავიღე ეს ვიდეო, აშკარად ამიტომ გადაწყვიტე, რომ როგორც არის, ისე დავჯდე, გადავიღო ეს ნაწყვეტი და ავაწყო ვიდეო. და გაგიზიაროთ ყველა ის ნივთი, რაზეც მუშაობდი ამ პერიოდის მანძილზე, გაგიზიაროთ ყველა ის დასრულებული ნივთი, რაც მოვასწარი ამ პერიოდში და განვითარებები. განვითარებები მაქვს საკმაოდ მცირე, რადგან უმეტესწილად ვიყავი დაკავებული ერთი ძამით. ამაში, აი ესე. ჩემი ჩუჩკა. დაკავებული ვიყავი შეკვეთებით და თითქმის ყველა შეკვეთა ამ პერიოდისთვის უკვე დასრულებულია და ჩაბარებულია, შესაბამისად შემიძლია გაგიზიაროთ ყველაფერი და შევაჯამოთ უკვე რა გამომივიდა, რა დავამთავრე, რა განვავითარე და ასე შემდეგ. ასე რომ სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. Находится на лодке. Это небольшое суденышко длиной 28 футов. На лодке находится 2 человека. Обойдемся без него. Корабль вы найдете между пляжем Хорстен и мысом Хэнд. Рядом с... Все цвета, они близкие друг к другу. Они какие-то невнятные. Вот эта концепция...
აქტიურ რეჟიმშია ამ შარვლის ქსოვა, თუმცა იმდენად მეზარება, რომ ვერ აგიღწერთ, აი ძალით ვქსოვ. ახლა რამდენიმე წუთის წინ წავიკითხე კომენტარი, სადაც ერთ-ერთმა თქვენგანმა დამიწერა, რომ რეზინასაც სვავთ და თოკსაც და რომ რეზინით ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე თოკით, რადგან თოკი უჭერსო. პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში და ყოველთვის ვაგროვებ ხოლმე ინფორმაციას, როდესაც დედები მიწერენ, რომ აი მათი ბავშვებისთვის რა უფრო კომფორტული გამოდგა, ასე რომ აქ აუცილებლად ჩავსვავ რეზინსაც და დეკორატიული დანიშნულებით მაშინ გავაკეთებ თოკს, რომ აი ბანტის შეკვრა იქნეს შესაძლებელი. გადავედი შარვლის ტოტის ქსოვაზე და აქ ცალკე გამოვყავი თვლები, რომლითაც ეს უბისარე უნდა დავხურო და ეს არის მეორე გორგალი. მაქვს კიდევ ერთი წესით უნდა მეყოს, იმიტომ რომ ამ გორგალით თავისუფლად მოვქსოვ შარვლის ტოტს სიგრძეს ბოლომდე. მეორე ტოტი და დამრჩება იმდენი, რომ გამომივიდეს ქუდი. და თეთრიც მაქვს იმისთვის, რომ გავაკეთო ზოლები. თუმცა ვქსოვ დაძალებით იქიდან გამომდინარე, რომ აი ესეთი ჟურნალი გვაქვს მიღებული, სადაც თვალიერებისას მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ნივთი აქედან მინდა რომ მოვქსოვო. და ვერ შევჯერდი ჯერ რა თქმა უნდა რომელი ნივთები მინდა რომ მოვქსოვო. მაგრამ აი ესეთი კაბა ერთ-ერთია, რაც მინდა რომ მოვიქსოვო საზაფხულოდ და თან ძაფიც მაქვს პირად მარაგებში. მეორე არის ესეთი მაიკა, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. აი სხვათა შორის ეს კაიდია ნარჩენი ძაფების გამოსაყენებლად, მაგრამ აი ეს მაიკა ძალიან მომწონს და აქ არის კიდევ ერთი წამით ერთი ტოპია, რომელიც მომწონს, თუმცა უეჭველი ვიცი რომ მოვიქსოვ როგორც კაბას და არა როგორც ტოპს. აი ეს ძალიან საინტერესო იქსოვება და მოკლედ აი ამ შეკვეთას რომ მოვჩები და კიდევ ერთი შეკვეთა მაქვს ამერიკიდან შემოსული კომბინიზონი და წინდები თეთრ ფერში მოსაქსოვი 14 რიცხვისთვის უნდა იყოს მზად, მაგრამ 14-ისთვის ვერ მოვასწრებ, რადგან ჯერ ეს არის დასამთავრებელი, ამიტომ იქ დროს გადავწევ და როგორც კი მოვჩები და გავთავისუფლდები შეკვეთებისგან, პირველი რასაც დავიწყებ იქნება აი ეს ზედა. ძალიან ლამაზია და საინტერესო, უბრალოდ აქ არის მოკლე და მე სიამოვნებით გავაკეთებდი აი ასეთი სიგრძის. სხვათა შორის ჩახსნილს თუ გააკეთებთ, ანუ ზოგადად ესეთ ნივთებს ძალიან ლამაზი იქნება, მათ შორის შარვლებზე. შარვლებზეც ძალიან ლამაზი იქნება და ასევე ძალიან მომწონს აი ეს. აი ეს. ეს არის პონჩო, რომელიც არის მოქსოვილი ლანაგროსა მოზაიკოს ძაფით, ულამაზესია. თან ნებისმიერი ძაფით არის შესაძლებელი მოქსოვა და როგორც ზამთრისთვის ისე ზაფხულისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული და აქ ნაქსოვი უზორი ისია შესრულებული, რომ რეალურად აი ამ სივრცეებში თუ ნაწნავებს გავატარებთ ყაისნახით, შეგვიძლია უფრო მკვრივი ქსოვილი მივიღოთ და ფაქტურა შევქმნათ როგორც კლეჩატი უზორის. ასე რომ ძალიან საინტერესო პროექტები მექნება წინ, თავარია დრო. აქ სქემები არის გამოყენებული, მაგრამ იმდენად ჩემზე მორგებულები მინდა რომ იყოს, რომ თლად ბოლომდე სქემებს არ ვიყენებ ხოლმე. აი ესე გამოიყურება ეს პონჩო. აი ძალიან ლამაზია. არ ვარ დარწმუნებული რომ ამ ქამარს გავუკეთებ საერთოდ, მაგრამ სხვა დანარჩენი უზომოდ მომწონს. და სხვათა შორის ერთ ფერშიც ძალიან ლამაზი იქნებოდა. ამას აქვს ძალიან ლამაზი მკლავები, ну ძალიან ლამაზია. აი აქ, აი ქვემოთ გვერდებში ჩავხსნიდი იმ ყვითელს და როგორც ჟილეტს ისე გამოვიყენებდი შარვალზე ზემოდან იქნებოდა ულამაზესი. აი ამას. მოვქსოვდი, უბრალოდ აი ამ ნაწილიდან ჩახსნილს.
ძალიან მომწონს და ძალიან მინდა და ამიტომ ვერ ვგსოვ ამას, რადგან ერთი სული მაქვს დავიწყო ის, თუმცა იმის დაწყებამდე ესეც დასამთავრებელია, ქუდია მოსაქსოვი, კომბინეზონია მოსაქსოვი და წინდები. ასე რომ საქმის მეტი არა მაქვს, არც არაფერი, უნდა მოვგსოვო. უკნიდან მოკლე რიგები გავაკეთე. აი აქ ეტყობა კიდევაც, რის ხარჯზეც უკანალის ადგილმა აიწია და პამპერსისთვის სივრცე დაგვრჩა. დარჩა მხოლოდ ტოტები. რეალურად ესეთივე კონსტრუქცია ოღონ მოკლე არის არაჩვეულებრივი შორტი და დიდ ზომას თუ მოქსოვ ადამიანი, შეგიძლია რომ ჩაიცვა საფხულში, რამე თხელი ნაქსოვით. იმედი მაქვს მაქამდეც მივალ. ახლა გავაგრძელებ მუშაობას. სამწუხაროდ ქრონოლოგიის მიხედვით არ მახსოვს რაზე ვიმუშავე, რის მერე, ასე რომ როგორც გამახსენდება, იმას შევაჯამებ, ესე იგი დავიწყე და დავამთავრე ერთ დღეში პანამა, რომელიც მოგსოვე რაფიას ზაფით და აი ახლა თქვენ ხედავთ ფოტოს ან ვიდეოს, ანუ რაც მექნება იმას ჩავსვავ. ეს პანამა მოგსოვე სამსახურში ძალიან დიდი შეკვეთის შემადგენელი ნაწილი გახდა. ჩემი მხრიდან იყო სულ 2 ნივთი მოქსოვილი, წინა პანამა მწვანე ფერი, წინა ვიდეოში გაგიზიარეთ უკვე. ეს პანამა კი უცებ გადაწყვიტა რომ დავიღალე ჭხირებით ქსოვით და მინდოდა რომ განტვირთვისთვის რაღაცა სხვა მომექსოვა, შესაბამისად გადავწყვიტე აი ესეთი პანამის მოქსოვა. თავიდან დავიწყე სხვა ზომის ყაისნაყით, ანუ უფრო დიდით, 4 მმ-ით და საბოლოო ჯამში დავასრულე მთლიანად მთელი 250 გრამი 250 მეტრი რაფია გავიხმარე და ზომა გამოვიდა ძალიან დიდი, რის გამოც მომიწია ამ ქუდის დარღვევა. ორთქლში გატარება რაფიის და თავიდან მოქსოვა. უკვე პატარა ზომის ყაისნაყით და ნაკლები მომატებებით, ანუ ბოლო 2 რიგი ნამატების მოვარღვიე და საბოლოო ჯამში გამოვიდა არაჩვეულებრივი პანამა, რომელიც უკვე ჩაბარდა დამკვეთს. ეს იყო სასტუმრო და გამახსენდება ვიტყვი პარაგრაფი. სასტუმრო პარაგრაფის მხრიდან იყო შეკვეთილი საკმაოდ დიდი რაოდენობით შლაპები, პანამები, ჩანთები და ანუ ეს 2 პანამა შესრულდა ჩემს მიერ. შემდეგი შეკვეთა, რაზეც ვიმუშავე, ეს არის ბადენაქსოვის ქუდები, რომელიც ასევე მოიქსოვა ერთ დღეში, ორივეთან, ანუ დავიწყე და დავამთავრე ერთ დღეში და შესაბამისად ეს შეკვეთა საკმაოდ სწრაფად ჩაბარდა. შემდეგი ამ შეკვეთაზე დიდად არ გავჩერდები, იმიტომ რომ თეთრი ფერის ქუდი იყო მოქსოვილი ლინარტე, ლანაგროსა ლინარტეს ძაფით, რომელიც თვითონ მქონდა მარაგებში და 1,50 გრამიანი თითქმის სრულად გავხარჯე და უკვე სანაცვლო ძაფი ავიღე მაღაზიიდან, უკვე სხვა ძაფი საერთოდ, ეს არის ტრისკელე საყვარელი კოტონი, ანუ პატარა 25 გრამიანებია, 2 ცალი ძალიან ლამაზი ფერი და გაგიზიარებთ რის მოქსოვას ვაპირებ ამ ძაფით უკვე შემდეგ ვიდეოში, როდესაც შევძლებ დავიწყო. შავი ფერის მოქსოვილია ფარფლებიანი ძაფით, მოგვსოვე 2 წვერში, ყაისნაყით და საკმაოდ საინტერესო მოდელი გამოვიდა, როგორც მომხმარებელმა მოიწერა, ანუ კმაყოფილია და შვებულებაში აუცილებლად გამოიყენებს. იმედი მაქვს რაიმე ფოტოზე მოგნიშნავს და მექნება შესაძლებლობა ვნახო უშუალოდ გამოყენების პროცესში როგორ გამოიყურება. შემდეგი რაზეც მუშაობდი, ეს იყო წინა ვიდეოდან მოყოლებული სხვათა შორის. წინა ვიდეოში დავიწყე, როგორც მახსოვს, საბავშვო კომპლექტი, ეს იყო ცისფერი და თეთრი ფერების შეხამებით მოქსოვილი კარდიგანი, შარვალი და ბონეტი. დავამთავრე, გავრეცხე, ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად, შევრჩიე ულამაზესი ღილები და ვიდეოები არ მქონდა, სადაც უკვე ღილებიც აქვს შერჩეული, ამიტომ აი აქ ჩავთავ ფოტოს ღილებამდე და მე უკვე როგორი ღილები შევრჩიე, ძალიან ლამაზი გამოვიდა, მე თვითონ ძალიან ყვაყოფილი ვარ, გავრეცხე სარეცხ მანქანაში. ეს არის 100% ბამბა, ნატურალური, 50 გრამზე მეტრაჟი სიმართლე გითხრათ 115 მეტრი, საკმაოდ მსხვილი ძაფია, მოგვსოვე 5 მმ კუბიკი ჭხირებით, ადი ნოვას კუბიკი ჭხირები გამოვიყენე მეტალის, რადგან ხის ჭხირებზე თითქმის არ სრიალებდა და ძალიან პრობლემური იყო ქსოვა.
პრობლემას წავაწყდი გარეცხვის მომენტში შარვის ერთ-ერთი ტოტი როგორც ჩანს ძაფი არ მქონდა დამალული ან დაფიქსირებული და ისე შევაგდე გასარესხად რადგან ჩქარობდი და უკან გამოვიღე თითქმის მორღვეული თითქმის არა მორღვეული უბრალოდ თითქმის სრულად მორღვეული შარვის ტოტით და მე მომიწია ამ ფლების ამოყვანა და უკვე განარეცხი ძაფით მოქსოვა თუმცა საერთოდ არაფერი არ დაიწყო საბოლოო ჯამში გამოვიდა არაჩვეულებრივი და გავგზავნე, იმედი მაქვს რომ ჩაუვა მომხმარებელს მოიწერება, რამდენად მოერგო ბავშვს და რამდენად კმაყოფილი დარჩა. შემდეგი შეკვეთა, რაზეც მუშაობდი, ეს იყო თეთრი ფერის კომბინიზონი და წინდები, რომელიც ვიდეო ჩავრთე უკვე უშუალოდ შეფუთვის მომენტში, იმიტომ რომ ამ კომბინიზონებს თითქმის ყველა ვიდეოში ვაჩვენებ, თითქმის ყველა ვიდეოში მაქვს ერთი შეკვეთა მაინც მსგავსი კომბინიზონის და წინდების ქუდის ან რამე ეგეთი კომპლექტის, ასე რომ დიდად არ ვჩერდები ხოლმე, ტრადიციულად ეს კომპლექტი არის შესრულებული ალიზე ლანა გოლდ 800 თეთრი ფერი ორ წვერში და ჩხირები 3 მმ დაწყებული, 3.5-ზე გაგრძელებული და ყველაფერი, ანუ არაფერი არ იცვლება, ამ მოდელებში იცვლება ხოლმე ფერი და ზომა. ესეთი კომპლექტი მაქვს თეთრ ფერში მოქსოვილი, მაგრამ იყო 3 თვის ბავშვისთვის და შეკვეთილი მქონდა 45-დან 50 სანტიმეტრამდე ზომა, მოქსოვე, შევფუთე, ულამაზესად გავგზავნე. ყველაფერთან ერთად, ანუ ტემოს აპლიკაციიდან გამოვიწერე შესაფუთი მასალა, ესენი არის საფოსტო ბარათები, კონვერტები, სტიკერები და გამჭვირვალე პარკები, რომლებიც წებოვანი ლენტაზეა. და ამ ყველაფერში ვფუთავ, პლუს ამას ვიყენებ ცალკე წიშიუს ქაღალდს, რომელშიც ეს ყველაფერი შემდგომ იფუთება და უკვე იდება ყუთში, ამიტომ გამოდის ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და ვიდეოში ვეცადე რომ მაქსიმალურად მიჩვენებინა როგორ ვფუთავ, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, აი ეს მასალა ყველაფერი რაც გამოვიყენე, არის შეძენილი ტემოს აპლიკაციიდან. შემდეგი, როგორც ასეთი შეკვეთა არაფერი არ მქონდა უკვე და გადავედი, ანუ მოვცალე იმისთვის, რომ მეგსოვა ჩემი პროცესები, რაც მაქვს და ვქსოვე ლურჯი საროჭკისთვის ქსოვილი, რომელიც ახლა გამოიყურება აი ასე, საკმაოდ აქტიურად. აი ესე გამოიყურება ახლა. აქ უკვე გადავედი მეორე გორგავ ძაბზე და იქიდანაც აი ეს არის დარჩენილი. როგორც მაქვს ნათქვამი წინა ვიდეოებში, სულ მაქვს 3 ცალი და დიდი იმედი მაქვს მეყოფა, თუმცა უკვე ხვდები რომ აშკარად დამჭირდება მეოთხეს შეძენა და რაც მალე მოვახერხებ ამას მით უკეთესი რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ ერთი პარტიიდან იყოს ეს ყველა ძაფი. ესეთი აქტიური პროცესი მეორე არ მაქვს ამ ეტაპზე, ანუ ეს უზორი რა თქმა უნდა დიდად ეხლა არ იკითხება, მაგრამ მოდით მოვითმინოთ იქნებ საბოლოო ჯამში ტექსტური აღწერილობაც გავაკეთო. ტექსტურ აღწერილობებს რაც შეეხება, მაქვს სიახლე, მაქვს საკუთარი ტექსტური აღწერილობა ჩემი კარდიგანის, რომელიც არის მალინისფერი ლურჯი ზოლებით და ვეცდები რომ აი აქ სადმე ჩავთო ფოტო უშუალოდ კარდიგანის და მინდა ეს ტექსტური აღწერილობა გავტესტო და მოვქსოვო კიდევ ერთი უკვე სხვა ძაფით, იმიტომ რომ ამ მალინისფერ ძაფზე წვდომა აღარ მაქვს და შესაბამისად პატარა გადაანგარიშებებია საჭირო რომ ახალ ძაფს მოვარგო ეს ტექსტური აღწერილობა და თუ ვინმე ხართ დაინტერესებული, ჩემთან ერთად ლაივ რეჟიმში მოგსოვოთ ეს კარდიგანი და მიიღოთ მონაწილეობა აი ამ ტექსტური აღწერილობის შექმნაში. გთხოვთ კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი სურვილი და აუცილებლად დავაორგანიზებ ერთობლივ ქსოვის ონლაინ გვერდს. ეს აღარ იქნება ინსტაგრამი, რადგან წინა პერიოდში, როდესაც გავაკეთე ინსტაგრამზე დახურული ჯგუფი, წავაწყდი შემდეგ პრობლემას, რომ ინსტაგრამმა შეცვალა თავისი სისტემა, როგორ ხდებოდა ვიდეოების ატვირთვა და 15 წუთიანი rilsის მაგივრად ნებადართული გახადა მხოლოდ წუთნახევრიანი rilsი. წუთნახევრიანი rilsში ვეღარ ვახერხებდი იმ დეტალების ჩვენებას, რომელიც იყო საჭირო სრულფასოვანი ნივთის მოსაქსოვად. ამიტომ მიწევდა რამდენიმე ვიდეოს ნაჭრებად ატვირთვა, რაც ართულებდა აი ამ პროცესს.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ დახურული გვერდი გავაკეთო Telegram-ის არხზე, ასე რომ თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ამ ყველაფრით, აუცილებლად დატოვეთ კომენტარებში თქვენი სურვილის დამადასტურებელი კომენტარი, რომ შევქმნა მსგავსი Telegram არხი, სადაც ჩვენ შევძლებთ დახურულ რეჟიმში აი ამ ყველაფრის გაკეთება, სადაც იქნება ორი ჩატი, ერთი იმისთვის რომ მე გამოვაქვეყნო ვიდეოები და ტექსტური აღწერილობა, სადაც ავხსნი რა და როგორ კეთდება და მეორე ჩატი, სადაც გვექნება ერთმანეთთან კონტაქტი და თუ რაიმე კითხვა გაგვიჩნდება, ან უბრალოდ საუბარი მოგვინდება ერთმანეთთან, უკვე უშუალოდ იქ შევძლებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. ასე რომ გელოდებით და იმედი მაქვს რომ შემომიერთდებით და ყველაზე მთავარი დამეხმარებით ავარჩიო, რომელი ძაფით მოგსოვო კარტიგანი, რომლის ფოტოებიც უკვე გააფორმებს აი ამ ტექსტურ აღწერილობას. ძირითადი ორიგინალი აი აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ესეთი არის ჩანაფიქრი და ვეცდები რომ მოვარგო ორ ვარიანტს, ეს იქნება უფრო ბიუჯეტური ვარიანტი და უფრო ესე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად კარგი ლუქს ხარისხის ძაფი, ჩვენი ბაზრისთვის ლუქს ხარისხს გულისხმობ, რომ ორივეზე წვდომა იყოს შესაძლებელი, ასე რომ ველოდები კომენტარებს. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ანუ მთელი ეს პერიოდი საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული სამუშაო პროცესში, უშუალოდ სამსახურში და არა სახლში. მყავს ახალი მოსწავლეები, ვატარებ მასტერკლასებს, რაც ამცირებს ჩემ თავისუფალ დროს და მასტერკლასებს ვატარებ ინდივიდუალური სახით, ანუ ერთჯერადებს, ანუ ჯგუფური მასტერკლასის ჩატარებას ვფიქრობ, ჯერჯერობით არ გამიკეთებია არანაირი გეგმა ამასთან დაკავშირებით, ასე რომ თუ რაიმე თემა იქნება თქვენთვის საინტერესო, ესეც დამიფიქსირეთ კომენტარებში, აუცილებლად შევადგენ რაღაც პროგრამას და შევძლებ რომ დავნიშნო ჯგუფური მასტერკლასი, სადაც ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მისამართი კი უცვლელია პეკინის 2016, სადაც მოხდება აი ამ მასტერკლასის ჩატარება. რაც შეეხება წინა ვიდეოში გაჟღერებულ თემას, რომ დამიწერეთ კითხვები, ხო რაც გაინტერესებთ, ანუ კითხვები ძალიან ცოტა იყო, ესე მოვიქცეთ, ანუ დავაგროვებ რამდენიმე კითხვას, რაც იქნება დაკავშირებული მაგალითად თუ გაინტერესებთ ეს თემები, ესე რომ ვთქვათ. როგორ ხდება ფასის ფორმირება ხელნაკეთი ნივთებზე, ჩვენ შემთხვევაში ვისაუბრებთ ნაქსოვ ნივთებზე, როგორ ხდება, ანუ რა არის საჭირო რომ ლამაზი ფოტოები გადავუღოთ, სად შეიძლება ამ ფოტოების დამუშავება და გამოქვეყნება, ანუ ყველაზე მარტივი ტექნიკები, რასაც მე თვითონ ვიყენებ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვმეგობრობ დიდად არც Photoshop-თან, არც რაიმე ილუსტრატორთან სიტყვაზე, ანუ არ ვიყენებ არც ესეთ რთულ, ჩემთვის რთულ ხელსაწყოებს და თუ თქვენც ჩემნაირად უდგებით აი ამ პროცესს, გაგიზიარებთ რაღაც რჩევებს, რაც მაქვს ამდენ წლიანი გამოცდილებით მოგროვებული და თუ მართლა გაინტერესებთ ეს ყველაფერი, ველოდები კითხვებს, ანუ აი ამ ყველაფერთან, ანუ როგორ ხდება დაწყება, სად შეიძლება გაყიდვა, ეხლავე, სად შეიძლება გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც გაინტერესებთ, შექმნა რეალიზაცია ფასის გამოთვლასთან დაკავშირებით, ყველანაირი კომენტარი დამიტოვეთ, რომ მე ეს ამოვიღო, რაღაც თეზისი შევქმნა და უკვე გადავიღო შემდეგი ვიდეო. თუ მსურველები დიდად არ იქნებიან, უბრალოდ რამდენიმე კომენტარებშივე ვუპასუხებ და ამით ამოიწურება ეს თემა. რაც შეეხება შემდეგი ვიდეოს გეგმებს, არანაირი გეგმა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ უნდა ვიმუშაო ამ საროჭკაზე და ვიმუშაო ტექსტურ აღწერილობაზე. ტექსტური აღწერილობა თავიდან შევადგინე რუსულად, მინდა რომ გადმოვაქართულო და თუ მექნება შესაძლებლობა, ვთარგმნო ინგლისურად, რადგან სურს რომ მქონდეს ეს ტექსტური აღწერილობა სამ ენაზე. ასე რომ ვაპირებ ამ ყველაფერზე მუშაობას საკმაოდ აქტიურად და ყველაფერთან ერთად მივხედო აი ამ პროცესს, რადგან აუცილებელია რომ გარდა იმისა, რომ ტექსტი გადმოვაქართულო, მოგსოვო ნივთი და მოგსოვო რამდენიმე ვარიანტი, თუნდაც ლამაზი ფოტოებისთვის და ყველაფერთან ერთად ვიმუშაო იმ პროცესებზე, რაც ახლა მაქვს ჩხირებზე ან ყაისნავზე,
რომ არ მოხდეს ისე, როგორც ჩემი აი ამ გზის დასაწყისში, რომ გამიბევრდა პროცესები, ანუ მინდა რომ მაქსიმალურად შევამცირო. ახლა ჭხირებზე მაქვს საროჭკა, ჩემი შალის, მთლიანად შალის კარდიგანი, რომელზეც ზურგი მაქვს მოქსოვილი იღლიებამდე და წინა ნაწილი მაქვს მოქსოვილი შეერთებამდე იმ დეტალამდე, სადაც უკვე შემიძლია რომ მეორე მხარზე გადავიდე და გადავედი მეორე მხრის თვლების ამოყვანაზე. სხვა როგორც ასეთი ჭხირებზე მეტი არაფერი არ მაქვს. მხოლოდ ეს ორი პროცესი და მესამე, რომელსაც არ ვეხებით, ეს არის ქაშმირ 16 ფაინი. ასე რომ, ამ ყველაფერზე უნდა ვიმუშაო და ეს ყველაფერი უნდა დავამთავრო. გეგმაში მაქვს როგორც კი შთაგონება მეწვევა სათამაშოების ქსოვა, იმიტომ რომ ნელა-ნელა მოვა ის პერიოდი, რომ სათამაშოები დამჭირდება და არ მექნება არაფერი მოქსოვილი და ისევ მომიწევს რაღაც 10 დღიან ინტერვალებში რაღაც კატასტროფული რაოდენობის მოქსოვა და ეს იქნება ჩემთვის სტრესი. ასე რომ ამ ყველაფერზე უნდა ვიმუშაო და ვეცდები რომ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი. მოკლედ, გისურვებთ წარმატებას, სიმშვიდეს, ბედნიერებას. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.